ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით ყველას. მე ისევ დაგიბრუნდით დიდი პაუზის შემდეგ, დაახლოებით 1 თვეა, რაც არ დამიდია ვიდეო. სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის, შემართებით დავიწყე, მეთქი ხა დავდებ ყოველდღე ვიდეოებს და ან ყოველ მეორე დღეს და ძალიან მიხაროდა, მაგრამ მე როგორც ესეთ სიტუაციებში ხდება ხოლმე, მოხდა ძალიან სტრესული სიტუაცია და გაგრძელდა ეს პერიოდი. თან ჩემი რაღაცა სტრესიდან გამოყვანა და აწყობა და რელსზე დაყენება ძალიან რთულია ხოლმე, ერთი თუ ჩამოვიშალე, ამიტომ ეს პერიოდი გაგრძელდა თან ცოტა დიდხანს ეხაც გრძელდება, მაგრამ შედარებით დასტაბილურდა სიტუაცია. ოჯახის წევრის ჯანმრთელობას ეხება მდგომარეობა. და ამაზე არ მინდა ახლა დეტალებში ლაპარაკი, უბრალოდ ესე რომ იცოდეთ რატო დავიკარგე. მოკლედ მქონდა მიზეზები და როგორც იცით, ესე არ მიყვარს ხოლმე, არ გამომდის უბრალოდ, რომ რაღაცა სტრესულ სიტუაციებზე და სტრესულ სიტუაციაში როცა ვარ, მაშინ გადავიღო ხოლმე ვიდეო. და ამიტომ ეხლა ცოტა კარგად ვარ და მოკლედ დაგიბრუნდით ახალი ძალებით, იმედია რომ აღარ შემეშლება ხელი და შედარებით ყველაფერი ნორმალურად იქნება და შევძლებ ვიდეოების გადაღებას, თუმცა არ ვიცი, წინასწარ ვერაფერს ვეღარ ვამბობ. აი, ეხლა რომ მოვედი, ეგეც კარგია. ხო, რა ვიცი, რა ხდებოდა სხვა? ძალიან ცივი მაისი იყო, როგორც თქვენთან, ისე ჩემთან. ეხლაც ჯერ კიდე საბნები გვაფარია, თუმცა ზაფხული მოვიდა და გილოცავთ ყველას ცოტა მოგვიანებით. გილოცავთ ზაფხულის დადგომას, გისურვებთ, რომ ძალიან ბედნიერი ზაფხული ყოფილიყოს და კარგად დაგესვენოთ და აღგედგინოთ ძალები, რომ შემართებით იყოთ მერე შემოდგომიდან და საერთოდ რა ძალიან ფერადი და ბედნიერი ზაფხული ყოფილიყოს და რაც თავია ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ცხოვრებამ, რომ ჯანმრთელობის ფასი არაფერი ამ ქვეყნად არ არის, მეგობრებო, და არაფერი სხვა არ უნდა ინატრო. იმიტომ რომ როცა ჯანმრთელობა არ გაქვს, რთული არის ყველაფერი და ჯანმრთელობა როცა გაქვს, ყველაფერი მიღწევადია. ასე რომ ესეთი ამბები. სხვა რა ხდებოდა ამ თვეში, საერთოდ ვიდეოებს არ ვიღებდი, რაც ახლა არ დამიდია, არც გადამიღია, მარტო ერთადერთი დღე იყო გამონათება, ესეთი მარიტას ექსკურსია, მარიტას კლასი. წავიდა ექსკურსიაზე, მეც გავყევი რა თქმა უნდა და მოკლედ კარგად ცოტა გადავიტანეთ ყურადღება, გავერთეთ და არ ვიცი, ამ ვიდეოს ალბათ დავდებ, რაც გადავიღე. დიდი ვიდეო არ იქნება, მაგრამ მაინც რაღაცები გადავიღე და გაჩვენებთ, როგორ მოვიარეთ კახეთი. არ ვიცი კიდე რა, მეტი ისეთი, მე მგონი არაფერი არ მომხდარა. ძირითადად ისეთი არაფერი. ვიდეოს დადება მინდოდა, როცა ვდებდი ვიდეოებს და ერთ ვიდეო მაქვს ატვირთული, თუმცა არ გამისაჯაროვებია და არ ვიცი, მე შეიძლება კიდე მაინც დავდო ეგ ვიდეო, იმიტომ რომ ესეთი სახლის დალაგების და რაღაც საჭმის გაკეთების ვიდეო არის, უბრალოდ მაგის დრო და ნერვები აღარ მქონდა და აღარ დავდე და მოკლედ ესე ცოტა დაიკარგა ეგ ვიდეო, მაგრამ შეიძლება ეგეც დავდო მერე და რაღაცები მინდა მოკლედ რომ გადავიღო და ესე არ ვიყო, იმიტომ რომ ძალიან გული მწყდება ხოლმე, როცა არ ვდებ, როცა ისე ღამდება, რომ ვიდეო არ დამიდია. ძალიან მოგვიანებს ჩემზე. ხო, კიდე თვალზე რაღაც ამომივიდა, აი აქ თუ მეტყობა არ ვიცი, ექიმთან ვიყავი.
და რაღაცები დამინიშნა, წვეთები და მაზი და მითხრა რომ თავარი მიზეზი არისო უძილობაო. ესეთი დიაგნოზი დამისვა. ანუ მე ვიკითხე რომ რატომ ემართება ესე ხშირად. ადრეც მქონდა თუ გახსოვთ და მოკლედ შემომიტია რაღაცა ამ თვალის სიმეებმა და უძილობის ბრალი არისო. დაგუგლეო რამდენად მნიშვნელოვანია ძილიო თვალებისთვისო და მოკლედ ეხლა ვაპირებ რომ ძილი გამოვასწორო, იმიტომ რომ ძალიან ცოტა გვძინავს. ძალიან გვიან ვიძინებთ, მე ადრე ვდგებით შედარებით და მოკლედ ძილი მართლა არ მყოფნის და უნდა გამოვასწორო ეგ ამბავიც. ვარჯიშით საღამოობით დავდივარ ხოლმე. ოღონდ ყოველდღე არა, აი გაჩნია ამინც, ცუდ ამინში ვცდილობ რომ არ ვიარო, იმიტომ რომ ერთხელ ისეთ წვიმაში მოვყევი, ძლის მოვაღწიე სახლამდე. მე და ლაშა ვიყავით ერთად და მოკლედ მდინარეები გადავიარეთ. იმოდენა მდინარეები გადავიარეთ, რომ რა ვიცი. ქარშიც არ მიყვარს სიარული და მოკლედ ამინდი ხელს არ მიწყობს და ვცდილობ რომ როცა კარგი ამინდია, მაშინ ვივარჯიშო ხოლმე და ვიარო. რა ვიცი, აბა კიდე რა ვცდილობ რომ ჯანსაღად ვიკვებო, ასე თუ ისე. ნუ მე ისედაც არ ვარ დიდი მოყვარული ხლა არაჯანსაღი კერძების და სნექების, მაგრამ მაინც და ეხლა აი ეს ძილიც მინდა რომ გამოვასწორო. როგორც ვიცი, 8 საათი მინიმუმ უნდა ეძინოს დიდ ადამიანს და აი მინდა რომ ეგ 8 საათი მაინც რომ გამოვიყენო ძილისთვის. მაგრამ ძალიან რთულია, იმიტომ რომ მიჩვეული ვარ ახლა გვიან დაძინებას და ძალიან მიჭირს. და ვცდილობ რომ ღამე ტელეფონი დავდო, გადავაგდო. ეს TikTok-ის სკროლვა და რაღაცა ძალიან ცუდი არის ღამე ძილის წინ და მოკლედ ვცდილობ რომ გადავდო და ისე დავიძინო და არ მეძინება ხოლმე, მაგრამ აი ესე თავს ვებრძვი ეს დღეები. ესეთი ამბები. თუმცა ტელევიზორი მაინც ჩართული გვაქვს და რაღაცას ხმაურობს და მაგ ხმაურში მე მეძინება. მომენატრა თქვენთან ერთად ჭუკ-ჭუკი YouTube-ზე. ნაკარგი დრო იყო. ყავას რო ვსვავდით ხოლმე. მაგრამ ესე უცებ ერთი ხელის მოსმით ძნელია ხოლმე ესე შემოვარდნა YouTube-ზე. რაღაცნაირად დრო მჭირდება ხოლმე. ასე რომ აი ხლა მაინც კაია. კარგი ნაბიჯია ეს რომ დავიწყე ერთი ვიდეო დავდე. იმედია რომ არაფერი არ მოხდება ახლა და ყველაფერი კარგად იქნება და გავაგრძელებ ვიდეოების დადებას. იმიტომ რომ ძალიან მშველის ეს და კარგ ხასიათზე ვარ ხოლმე, როცა ვიდეოს ვდებ. ესეთი ამბები, არ ვიცი კიდე რა მოგიყვეთ. არსად არ ვაქტიურობ, არც Instagram-ზე, არც TikTok-ზე. TikTok-ი ხო საერთოდ მიგდებული მაქვს. ძალიან მინდა რომ ისევ მომინდეს აქტიურობა და ისევ რაღაცების დადება დავიწყო. მაგრამ მოვა, ეგ დროც. ვიცი რომ მოვა. აი ხან ნელ-ნელა მოვდივარ ხასიათზე, მაგრამ ნახოთ რა იქნება და როგორ იქნება. აქვე ჩაგიშოთ კადრებს, როგორ წავედით მე და მარიტა ექსკურსიაზე. ავტობუსით მის კლასთან ერთად. მოკლედ თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მე შუაგზაზე არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ავტობუსი გაფუჭდა და გვეგონა რომ მორჩა. ეხლა დიდი ხანი მოგვიწევდა სიცხეში დგომა, მაგრამ გადავრჩით, მალე გაკეთდა რაღაც ნაწილი, არ ვიცი რაც გაუფუჭდა და დაახლოებით ესე 9 საათში დავიძარით ადგილიდან და გავაგრძელეთ ჩვენი გზა
ულამაზესი წინანდლისკენ. მოკეთ მოვედით წინანდალში, ახლა ვდგავართ რიგში ჩვენი კლასი. და შევალთ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. გზაში ავტობუსი გაჩერდა. როგორ? გზაში ავტობუსი გაჩერდა. და უკვე გაქცევას ვაპირებთ. უკვე უარით ხა. მიგალამაზია ქავრობა. ხე? აურასი ლამაზია. მარიტა. ეხლა ორის ნახევარზე სახლ-მუზეუმშიც უნდა შევიდეთ. მარიტას მასწავლის, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხია და ხმაურია, თორე ისე აქ რო სიმშვიდე იყოს, რაიმე. ძალიან ლამაზია. სახლ-მუზეუმის ფონზე. აი ესეთი სილამაზეა, მეგობრებო, მოკლედ ვათვალიერებთ სახლ-მუზეუმის ეზოს ჯერ. სილამაზეა. აბა ხო აბსტრაქტული. ხო ეს ერეკლე მეფის სახლ-მუზეუმი. მეორედ ვარ ნატალისთან ერთად ვიყავი. ეხლა ნატალისაც მარიტასაც ხომ დავარ. მარიტა ათვალიერებს. დავიღალეთ, მეც დავიღალე ძალიან და მარიტაც. ჯერ წინ კიდევ ერთი ლოკაცია გვაქვს. შუამთის ეკლესია. რა სილამაზეა. ნახე მარიტა სუფრა. შოთი, თევზი, ყველი, კიტრი, ბოლოკი. ქართული სუფრა. ხო. დელიუკი. კი, მარიტა აღთოვანებულია. რა სილამაზე. აიმე, ნახე. მარიტა შეხედე რა სილამაზეა. ხო. ხო. ტილო ზეთი. თან აწერია, ხედავ? ტილო და ზეთი. ხარისხით ხვდები. მე ხო. ხო. თან ის ანარეკლი რა ლამაზად ხატია. ძალიან ბევრი თუ დაიტანჯო და ბევრი ხანი ხატობა. ძალიან ესეც ნახე. ნახე. აი მე ძალიან სილამაზეა აქაც. აი მოვედით შუამთის ეკლესიაში. ეს ეკლესია. ერთი დიდებული. ეს წყნარია და სილამაზე. მოკლედ ძალიან ლამაზი ადგილებია კახეთში. ცოტა მოვიარეთ, რაღაცები გამოგვრჩა, მაგრამ არა უშოს კიდე დავბრუნდებით. აუ კაი სუნია. აი ჩვენი სუფრა? ესე კარგია. და გადანაკარგი. კაი სუნებია.